იღუმენი ნიკონი, თავის მართლება. მადლობელი ვარ სოკოსთვის, დედაო პალინა. ძალიან მასიამოვნეთ. ჩვენთან წელს სოკო არ იყო. არღა და ვერხვის ძირაც კი არ ყოფილა. ნურავის ეწყინება რომ არ ვწერ. ფულს საქმეთ მიმაჩნია ერთისა და იმავეს გამეორება. დაეცველი წერილები იკითხონ და რაღაცა მაინც შეასრულონ. თორემ მხოლოდ უქმის მეტყველება გამოგვივა. სახარება ერთი და იგივეა და 2000 წელია მას მილიარდობით ადამიანი კითხულობს და ცხონებას იხვეჭს. ჩვენი ცნობის მოყვარეობა და ცუდმედიდობა კი სულ მუდამ რაიმე ახალს დაეძებს. მე უკვე ჯანმრთელობაც აღარ მანებებს წერას და მით უფრო ჩამოსვლას. დედაო, მე ის მივწერე, რაც საჭირო და მაცხონებელი იყო. მან კი არ მიიღო ჩემი სიტყვები, არამედ ყველანაირად ცდილობდა თავის მართლებას. იმის მაგივრად, რომ გულწრფელად ეთქვა, შემინდეთ ყველაფერიო. თავის მართლება არსად და არასოდეს არავის შეუწყნარებია, თუნდაც კაცი მართალი ყოფილიყო. თავის განკითხვა აცხონებდა ადამიანებს, თავის მართლება კი ღუპავდა, თუ შემდგომში არ შეინანებდნენ.